მონახაზი თუ გულგრილობა. ყველა ავტორს საკუთარი შეხედულება გააჩნია ამ მნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით. წერა დაიწყე და რაც იქნება, იქნება. ყველაფერი არ უნდა დაგეგმო, პროცესი გიჩვენებს, როგორ უნდა დაასრულო წიგნი. შემთხვევითობის პრინციპი უფრო გაამართლებს და სხვა სისულელეები, რომელსაც ცხოვრებისადმი და ხელოვნებისადმი გულგრილი ავტორები გეტყვიან. ცხადია, ყველაფერს ვერც ცხოვრებაში და თვით ვერც წიგნის წერისას ვერ დაგეგმავ, თუმცა მონახაზი შეგიძლია შექმნა. ჩონჩხი, კონტურები, მოდელი, მიმართულება და ასეც უნდა მოიქცე. გგონიათ, როულინგის ჰარი პოტერი ასეთი სასიამოვნო და ჰაეროვანი წასაკითხი იქნებოდა, მის ავტორს წინასწარი მონახაზი და გეგმა რომ არ ჰქონოდა? დიახ, ეს აქცევს თქვენს რომანს ბესტსელერად. კარგი მონახაზი. და რა არის ეს მონახაზი? გადაწყვეტილი უნდა გქონდეთ, რა სურს პერსონაჟებს, რას იზავენ მის შესასრულებლად, რა პრობლემები შეხვდებათ, როგორ შეებრძოლებიან მტერს, როგორ დაამარცხებენ, როგორ ფსიქოლოგიურ და მსოფლმხედველობრივ ცვლილებებს განიცდიან სიუჟეტის მსვლელობასთან ერთად. დაახლოებით უნდა შექმნათ ტრეილერი, მიმოხილვა თქვენი თავისთვის წიგნის დაწერამდე. რისი წერა გინდათ, რისი ნახვა გინდათ, ვისთან დიალოგი გინდათ, ვისთან ჩხუბი, კამათი, ომი, სიყვარული, დაშორება, შერიგება, გაცნობა, რას დავწერ შემდეგ, როცა დასვამთ ამ კითხვას თქვენს თავთან, წარმოდგენილი სურათი ბუნდოვანი არ უნდა იყოს, მაქსიმუმ 720p, მაგრამ არასდროს 4K. პროცესმა უნდა გახადოს თქვენი მონახაზი ავთენტური და დამაჯერებელი, ცოცხალი, ნამდვილი ცხოვრების ანარეკლი. წარმოიდგინეთ, დაგეგმილი გაქვთ ხვალინდელი დღე, მიდიხართ სადღაც სალაშქროდ. წინასწარ ხომ არ გეცოდინებათ, რომელ ხეს ჩაუვლით, რომელ ქვას დააბიჯებთ, რომელ ცხოველს ან ფრინველს დაინახავთ, სად გაშლით წასახემსებელ სუფრას, მდინარის რომელ ნაწილში ითევზავებთ და ასე შემდეგ. თქვენ მხოლოდ ის იცით, რომ ხვალ მიდიხართ სალაშქროდ. წინასწარ ყველა დეტალი არ და ვერ გეცოდინებათ. ასევე არის წიგნის წერისას. უნდა იცოდეთ მხოლოდ ნაწილი თქვენი პერსონაჟების მომავლისა. წინა ვიდეოში ვისაუბრეთ დროის ეკონომიურად გამოყენებაზე. ამ შემთხვევაში კი საქმე არის პირიქით. წიგნის დაგეგმვა არაფრით არ უნდა მოხდეს ნაჩქარევად, იძულებით და რუტინულ მდგომარეობაში, პროცესში. პირიქით და პირიქით. ძალიან ფრთხილად, დაკვირვებით და შვიდად უნდა ააგოთ შექმნათ მონახაზი წიგნის. ჩათვალეთ, რომ მონახაზია წიგნის საძირკველი, რომელიც თუ არ ივარგებს, წიგნი აუცილებლად ჩამოიშლება, გაუფასურდება და სარგებლეს არაფერს არ მოგცემს. ესეც იცოდეთ, რომ რასაც არ უნდა წერდეთ, ამით ჩვენ მკითხველს ვეხმარებით. დახმარება მხოლოდ ფულის, საკვების და ნივთების ჩუქება და კედლის გალესვა არ არის, კარგი რჩევაც და საკუთარი გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარებაც სიკეთეა. თუ ყველაფერს მატერიალურ დონემდე დავიყვანთ, სიკვდილისთანავე მტრად ვიქცევით და თუ წინ გონიერსა და სულიერს წამოვწევთ, სიკვდილიდან უსასრულობაში გადავალთ. საბოლოოდ გეტყვით, რომ არაირჩიოთ გულგრილობა და შემთხვევითობის პრინციპი. კარგად და მშვიდად დაგეგმეთ შექმენით მონახაზი და მხოლოდ შემდეგ დაიწყეთ ტექსტზე მუშაობა.